კიდევ ერთხელ გვინდა განუმარტოთ საზოგადოებას თუ რამხელა ზიანი მიიღო ჩვენმა სახელმწიფომ, საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ და ჩვენმა ეროვნულმა ინტერესებმა ანაკლიის სპორტის გაჩერებით და ანაკლიის დაჭაობებით დღევანდელ დღემდე. მხოლოდ რუსეთის და ამ ქვეყნის ცუდის მოსურნეების ინტერესი არის ის, რომ ანაკლიის სპორტი ეხაც გაჩერებულია. ის, რომ New York Times-ი კიდევ ერთ სტატიას აქვეყნებს, რომელიც დეტალურად აღწერს იმ თავგადასავალს და პერიპეტიებს, რომელიც ანაკლიის სპორტთან მიმართებაში ქართული ოცნების რუსული დაკვეთით, ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ განხორციელდა, კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, თუ რამხელა ინტერესი არის ჩვენ დასავლურ პარტნიორებში იმისა, რომ ანაკლიის სპორტი არსებობდეს, ის ოპერირებდეს და იყოს უსაფრთხო გამტარი გზა აზიური ტვირთების. საქართველოს მოქალაქეების და ამ ქვეყნის ერთადერთი რეალური შანსი, რომ ჩვენ გავხდეთ მდიდარი სახელმწიფო, არის საერთაშორისო ვაჭრობის ჯაჭვში ამ ქვეყნის ჩართვა. ერთადერთი გზა ამისთვის იყო ანაკლიის სპორტის დასრულება და შუა დერეფნის ფუნქციის გამოყენება საქართველოს მიერ. ამ იდეას ემსახურებოდა ანაკლიის კონსორციუმი და ამ იდეის გამო უნდა აშენებულიყო ანაკლიის სპორტი, როგორც დასავლური, ისე ჩინური ინვესტიციით. ამის მაგივრად სახელმწიფო მიზანმიმართულად პირდაპირ რუსული ინტერესის გამოვლინებით ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ანაკლიის სპორტი კონსორციუმს არ აეშენებინა და აქ ამერიკული და ევროპული ინვესტიცია არ შემოსულიყო. ამის მაგივრად დაასამარა ეს პროექტი პოლიტიკურად დევნის დღევანდელ დღემდე ამ პროექტის ავტორებს და წამოიწყო საშიში და ბინძური ავანტურა ჩინეთის ამ თემაში შემოყვანით. ჩინეთის ევროპის კარიბჭესთან მოყვანით, როგორც მაკონტროლებლის მთელი იმ სავაჭრო გზის, რომელმაც აი ეს უსაფრთხო შუადერეფანი უნდა გაატაროს. იმის მაგივრად, რომ დღეს უკვე 600,000-ზე მეტი კონტეინერი გადიოდეს ყოველწლიურად აი ამ პორტში და საქართველოს მოქალაქეებს თვისობრივად საკუთარ ჯიბეზე ეგრძნოთ გამდიდრება, რომელსაც მოიტანდა ეს შუადერეფანი, დღეს ჩვენ ვხედავთ ყოველდღიურად და ყოველწლიურად გაზრდილ ჭაობს ანაკლიაში და პერსპექტივის დასამარებას ამ პორტის. სტატიაში, რომელიც New York Times-მა გამოაქვეყნა, ძალიან ნათლად იკვეთება დამატებითი გარემოება, რომელიც არის დღევანდელი რუსული ინტერესი, რომ ჩინელების ხელში აღმოჩნდეს მთლიანად ეს სავაჭრო გზა და ანაკლიის სპორტი. ამ სტატიაში პირდაპირ არის ნათქვამი, რომ ნოვოროსისკის პორტის სანქციების ქვეშ მოყოლის გამო რუსეთს სჭირდება საქართველოში აშენებული გზები, საქართველოში ჩინეთის მიერ განკონტროლებული პორტი იმისთვის, რომ გამოიყენოს საქართველოს თავის სავაჭრო პლაცდარმად. ჩვენ ვხედავთ დღეს, რომ არათუ საქართველოს ინტერესები, რომ ეს ქვეყანა გამდიდრდეს. საქართველოს ინტერესები, რომ უსაფრთხოების ბალანსი დაიცვას ანაკლიის სპორტით ამ სავაჭრო გზაზე, რომელიც შუადერეფანში გადის. აი ეს ინტერესები პირდაპირ დარტყმის ქვეშ არის. მოსკოვიდან დაკვეთით, ჩინეთიდან დაკვეთით და ამ ყველაფერს ახორციელებს ქართული ოცნება საქართველოს და მისი მოქალაქეების ინტერესების წინააღმდეგ. დღეს ისე როგორც არასდროს ჩვენი და შეერთებული შტატების ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა, რომ აქ იყოს რუსეთისგან დამოუკიდებელი შუადერეფანი, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ლაპარაკი არის მაგალითად მდიდარი მინერალების გადმოტანაზე და იცით, რომ ყაზახეთი და ჩინეთი ასეთი მინერალების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წყაროა. საქართველოს დღეს ქართული ოცნების პირობებში უდიდესი ეკონომიკური დარტყმის ქვეშ არის და ამაში დამნაშავე არის ივანიშვილი და ივანიშვილის უკან ამოფარებული რუსული სპეცსამსახურები. იმის მაგივრად, რომ ჩვენ ხელისუფლებას დაეხარჯა 70 მილიონი ანაკლიის სპორტის შესახებ დავაში, ეს 70 მილიონი და 600 მილიონი დოლარი უნდა მოეძია ამ პორტის ასაშენებლად, მაგრამ ამას არ აკეთებს და არ აკეთებს რუსული ინტერესებიდან გამომდინარე. მადლობთ.